რა პასუხი გავცეთ ათეისტებისადმი ხშირად დასმულ კითხვას? ათეისტი მოვა და შეუტევს ქრისტიანს. ამ ხშირი შეკითხვით. შენ ქრისტიანს ჯერა რომ შენი ღმერთი სრულად სიყვარულია და ყოვლის შემძლეა. ჩვენი პასუხი იქნება დიახ, რადგან ეს სიმართლეა. ჩვენი ღმერთი სრულად სიყვარულია და ყოვლის შემძლეა. მაშინ როგორ მოხდა, რომ ეს შენი ღმერთი, რომელიც სრულად სიყვარულია და ყოვლის შემძლეა, აძლევს ნებას ბოროტებას, რომ შეაღწიოს და გააფართოვდეს ეს სწრაფად გლობალურ დონეზე? სად არის მისი ყოვლის შემძლეობა? სად არის მისი სიყვარული, რომ გადაგვარჩინოს და ბოლო მოუღოს ამ ბოროტებას? აი ამ შეკითხვას, რომელიც არის დასმული ათეისტის მიერ, რომელიც უტევს ქრისტიანს, აქვს ვარაუდის კვალი. ხო და მე ვპასუხობ შეკითხვის დამსმელს ჩემივე კითხვით, არა პასუხით. მაშინ მე კითხავ ჩემო მეგობარო, როდესაც ვარაუდობ, რომ არსებობს ბოროტება, არ გამოდის, რომ ასევე ვარაუდობ, რომ არსებობს სიკეთეც? რადგან თუ ისინი იტყვიან, რომ სიკეთე არ არსებობს, მაშინ ვკითხავ, საიდან იცი, რომ ეს ბოროტებაა, თუ სიკეთე არ გინახავს? საიდან იცი, რომ სიბნელეა, თუ არ გინახავს სინათლე? საიდან იცი, რომ ღამეა, თუ არასდროს გინახავს დღე? ასე რომ, როდესაც ვარაუდობ, რომ არსებობს ბოროტება, ასევე არ ვარაუდობ, რომ არსებობს სიკეთეც? ისინი იტყვიან დიახ, ასე რომ თუ ვარაუდობ, რომ არსებობს მორალური კანონი, ასევე არ ვარაუდობ, რომ არსებობს მორალური კანონის გამცემის? ვინც არის ღმერთი, ვისაც უარყოფ, რადგან უარყოფ ღმერთის არსებობას? რადგან არ არსებობს მორალური კანონის გამცემა, მაშინ არ არსებობს მორალური კანონი. რადგან არ არსებობს მორალური კანონი, არ არსებობს სიკეთე. რადგან არ არსებობს სიკეთე, არ არსებობს ბოროტება. მაშინ რა არის შენი შეკითხვა? ხედავ, როდესაც ამოვიღებთ ღმერთს განტოლებიდან, ყველაფერი გარდაიქმნება არაფრად. მადლობა ბოლომდე ნახვისათვის. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე და დაალაიქე არხი.